ჩემ პირველ ეჭვი იყო იცი? მეკონა რომ ავტობუსის დოალები თან მაგარი უსინდის სტოკერები იყვნენ, იმიტომ რომ აი ვიცი, ანუ საიდან იცოდა რომ ვინცებ ცხოვრობდით რა. აი მაქსას რო იკითხე. ძალიან დიდი ეჭვი მეგონა და აი მეთქი რაღაცა ძალიან ნიტოში ვარ და ჩავედით ავტობუსიდან დროზე. აუ მაგჟანრის ეჭვი მეც მქონდა ერთი რომ ხურდას რა უბრუნებდნენ ხოლმე დედას მაღაზიაში რაღაცას რო იყიდი და მეკონა თან ის ხურდა თქვა მე ვითვლიდი კუპიურებთან ერთი კუპიურა მისცა და იმან ორი დაუბრუნა და მეკონა რომ ფული გადაუხადეს რომ მათგან ვიყიდეთ. ეჭვი მქონდა რომ დედა ამით ფულს შეულობდა. ძალიან ბიზნესია. იდეალურ სამყაროში კაი ბიზნესი იქნებოდა. დღემ დაიწყეთ დამჭა აუტიზმი მაქვს თუ არა, იმიტომ რომ სხვადასხვა რაღაცა მითხრეს. ანუ ტესტმა აჩვენა რომ მაქვს და ფსიქიატრმა თქვა რომ არ მაქვს. და ტესტი შეცდა რომ ეს თან ჩამიტარა. ახლა მან და ხაპასუხი ძალიან სასახა, ანუ შენ აუტიზმი და ეჭვი გაქვს. ეგ არის დიაგნოზი. აუტიზმის ეჭვი არის დიაგნოზი. ხო, მოსტარი. იმენა აუტიზმი არაფერს შეშარი, მაგრამ ეჭვი მაგრა გაქვს. ეჭვი რა, ხო. სერიოზულად. აი, მაშინ ჩამოვყარე. ეს სტადიაში გაქვს, სერიოზულად. მე სამკურნალო სტადიაში. ხო, კაი, მაშინ მაგაზე მოვიძიებ მაგ დიაგნოზს იმას რაიმე ლიტერატურას რომ იქნებ ვიმკურნალო. ეჭვის მკურნალობა როგორი შეიძლება იყოს ეჭვის მკურნალობა. რაღაცა ისე ბიჭო არა უეჭველი. ხა უეჭველს გეუბნები. გარწმუნოს რომ ძველი ბიჭები უნარსებიან ეჭვის გამყანტავები და ეს შემოდიან რა რაღაცა ტექნოლოგიები უჭირავთ და აი იმებს ბალახებს რო თიბავენ რაღაცა ეგეთი ტექნოლოგია უჭირავთ და ფანტავენ ეჭვებს და თან ესე ჩაიცუცქებიან და რაღაცაში მაგრამ უეჭველს გეუბნები აი ეგეთი რაღაცა. მოდიან ხო. აი კიდე ან როგორი ტექნოლოგია გაქვს საი რომ უნდა გააცხადე კოგორო აღარ გეკარება ეგეთი. ეჭვი როგორ გეკარება? ხო, და ეჭვი აღარ გეკარება და რაღაცა იმ სამი მეტრის რადიუსით უეჭველი დადიხარ რა.